რამდენი ლარით დავიწყე ჩემი ბიზნესი. ხო, ჯერ მცირე. 500 ლარით. რომ მოვიტანე ეს ყველაფერი, ჩემი აქსესუარებისათვის საჭირო მასალა, არაფერი არ მქონდა. ანუ რეალურად არ მქონდა არაფერი. და ვფიქრობდი, რომ აი ამით რა უნდა დავიწყო? საკმაოდ ძვირი ღირს მინა, საკმაოდ ძვირი ღირს კრისტალები, ანუ ძალიან ძვირი ღირს ზოგადად მასალა, მატერიები, წებოები და კიდევ უამრავი რამ, გააჩნია ყველაფერს როგორ აკეთებ, რითი ამზადებ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რეალურად საკმაოდ ძვირი სიამოვნება ამ ყველაფრის შეძენა და შესაბამისად 500 ლარის მასალა, რომ ვნახე, არაფერი არ იყო და ის რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო გასული, რაც დავიწყე. თუმცა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მიკვეთავს სამკაულებს, იმიტომ მნიშვნელოვანია თითოეული გაყიდული აქსესუარი და დამეთანხმებით, ვინც ძალიან მცირე ბიზნესს ფლობთ. ჩვენთვის აი ნებისმიერი აგურის დადება რამდენად მნიშვნელოვანია. ისევ მასალის თანხებზე მიდის მუშაობა და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. მით უფრო რომ არ ვიცი რაც მონეტიზაცია ჩავრთე, ვერანაირად ვეღარ ვარდები ფორიუზე დამბლოკა, ასე ვთქვათ, როგორც ყველას და არ ვარ მე გამონაკლისი ნამდვილად. და ხან ძალიან დიდ ფორიუზე ვარ, ხან საერთოდ ფორიუზე კი არა 5 ნახვაც არ მაქვს, აი წარმოუდგენელ რაღაცეებში ვარ და შესაბამისად ჩემს აუდიტორიამდე ვერ მიმაქვს ის, რომ იცით რა გამარჯობა, მე მცირე ბიზნესი მაქვს და იქნებ დამეხმაროთ, გამოიწეროთ გვერდი, იმიტომ რომ ეს მე ძალიან მჭირდება. ვერ მივდივარ აქამდე, იმიტომ რომ მეტა ზღუდავს ამ ყველაფერს, ვერ ვარდება ვიდეოები ფორიუზე და ნუ მოკლედ, ჯერ ისევ 511 გამომწერი მყავს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი 511 ადამიანი, ხო და რა თქმა უნდა, იმის იმედი, რომ ძალიან ბევრნი ვიქნებით და ეს აუცილებლად იქნება პირველ რიგში. ყოველთვის უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და იმის, რასაც იწყებ, იმიტომ რომ აუცილებლად გაგიმართლებს რა. აი, თუ ძალიან გჯერა იმის, რასაც აკეთებ, თუ შეგჯერა იმის, რომ იშრომებ, ნუ რა ვის ექნება ილუზია, რომ აი შობის გარეშე რამე მოვა. ხო, ვიღაცასთან შესაძლოა მოდის, მაგრამ ნუ არაფერი არ მოვა, ხალხო, უნდა ვიშრომოთ. მე ბავშვობიდან ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს, ვქნიდი ხელნაკეთ აქსესუარებს და ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, თუმცა არასოდეს არ მქონდა განცდა სრულყოფილების. აი თითქოს რაღაც აკლდა, თითქოს რაღაცას ვაკლებდი, თითქოს რაღაც ისე ვერ გამოდიოდა და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი ტექნიკები გამოჩნდა, რაც მე არ ვიცოდი და ძალიან მინდა იმ ტექნიკების გაცნობა და იმ დეტალების შესწავლა, რაც არ ვიცოდი, რადგან 2026-ში მიზანი იყო ის, რომ მე ჩემი საყვარელი საქმე უნდა გამეგრძელებინა, რადგან დაწყებით ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა ეს ყველაფერი დაწყებული. ხო და ერთ დღეს ჩემს Facebook გვერდზე გამოჩნდა, რომ მასტერკლასი ტარდებოდა Commode Club-ში. გადავხედე და ჩავეწერე და ნუ ისევ ნერვიულობდი, ხალხო, ყელი მიშრებოდა ნერვიულობისაგან. 3დღიანი ვორქშოპი იყო. უსაყვარლესი, ნუ აი არ ვიცი, ზე პროფესიონალი, ეკა ქუთათელაძე, საოცარი გოგო, ნუ აი გადმოცემის უნარი თუ ეს მისი შინაგანი ყველაფერი, რასაც შენ გაძლევს, როგორ გადმოსცემს ამ ყველაფერს, ეს გოგო არის 10-დან 10. შენ გინდა რამე ისწავლო ამ საქმეში, ნამდვილად უნდა მიაკითხო ეკას. მოკლედ დავიწყეთ. და 3 დღეში შევძელი ის, რომ შემესწავლა ის ძირითადი რაც საჭირო იყო და რასაც გვასწავლინეთ, რაც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ.
რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, ვინც უბრალოდ იმისათვის იყო იქ მისული, რომ განტვირთვის დღეები მოეწყო ადამიანები, ვისაც თავისთვის უნდათ, ხო ხვდებით, რომ დაემზადებინათ სამკაულები და ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდათ, რომ როგორც ბიზნესის ექციათ მათი ცოდნა, ხო და ამ რიგებში მეც ვიყავი, ხო და დავიწყე ძალიან რთული იყო პირველი ნაბიჯები, აი ეს ძალიან ისეთი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ ძალიან ღირსეულად უნდა გადამედგა ეს პირველი ნაბიჯები და ძალიან აწყობილი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი გვერდი, გარეკადის ფოტო, აი ყველაფერი უნდა ყოფილიყო აწყობილი, ნუ არ გულისხმობ შესაფუცა კურიეროს, ესე ცოტა მოგვიანებით მიგვემატა და სრულყოფილად ბოლომდე ახლაც არ არის რაღაცები. თუმცა ხო ნელ-ნელა ლაგდება და ძალიან ვღლიდი ეკას მიუხედავად მეუბნებოდა რომ არ არის პრობლემა, მე არ წუხდები და ასე შემდეგ, მე მაწუხებდა ის რომ მუდმივ კონტაქტზე ვიყავი, ეკა აი რაღაც ეს როგორ არის ეკა, აი ეს ასე, ეკა ეს ასე, აი დღემდე ხალხო დღემდე ვარ ამ რეჟიმში. სულ მაინტერესებს მისი აზრი. ჩემი მენტორი იყო და ძალიან გემოვნებიანია და ძალიან მაინტერესებს ხოლმე რას ფიქრობს. თქვათ აი ამ ადამიანის სამკაულზე ეს სადრა დავაკელი თუ მივამატო თუ რა ვქნა, მოკლედ ძალიან გვერდში მიდგას და საოცარი გოგოა, საოცარი. და მე ზოგადად ვთვლი, რომ თუ აი აბსოლუტურად წარმოდგენა არ გაქვს და არასოდეს არაფერი გაგიკეთებია ხელნაკეთი და ის საერთოდ არიცი და არიან ადამიანები, ვისაც არც ეხერხებათ, ასეთი ადამიანები არიან და ძალიან ბევრია, ხო, ასეთი ადამიანი, მათთვის 3 დღე ალბათ იქნება, რა თქმა უნდა, ცოტა, იმიტომ რომ არ არის ასე მარტივი, ნუ ცოტა იმ შემთხვევაში თუ შენ რაღაცა ბიზნესის დაწყება კი და ამ შემთხვევაში ცოტა გულისხმობ. ჩემთვის შედარებით ალბათ მარტივი იყო, იმიტომ რომ ბევრი რამ ასე თუ ისე ვიცოდი, თუმცა მაინც ძალიან ბევრი რაღაცებია, რასაც დღემდე ვცდილობ რომ ვისწავლო, ვიმუშაო, განავითარო, მაგრამ ნუ რეალურად მაინც რაღაც რომ იცი, მეტად გწევს წინ ეს ვორქშოპები, ვიდრე ის საერთოდ რო არიცი, 3 დღე მგონია რომ ცოტაა იმისათვის, რომ ნულიდან რაღაცები ისწავლო 3 დღეში, რომ ისე რომ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც დავიწყე. თუმცა მთავარი ალბათ მაინც მონდომებაა, ხო და მივედი იქამდე რომ ბოლოს სტიკერებიც დავამზადებინე, რომელიც ძალიან მომწონს სხვათა შორის. კურიერს გადაეცემა ამ შეკუთვით. და სხვათა შორის ძალიან დაბნეული ვიყავი კურიერების კუთხით და არ ვიცოდი რამდენი მოლაპარაკება მქონდა, რაღაც ვერ შედგა და ძალიან ავირიე და ისევ და ისევ დამეხმარნენ ადამიანები, ვისთანაც მე თანამშრომლობდი ბარტერის სახით, მივწერე რომ მიშველე, იმიტომ რომ კურიერს ვერ პოულობ და ძალიან რთულია, ხო, კურიერის გარეშე ეს ყველაფერი მოაგვარო, ირბინო, მით უფრო საქართველოს პოსტამ ძალიან გააძვირა ყველაფერი და მით უფრო ძალიან რთულია და ისედაც საჭიროა ძალიან კურიერი და უკვე დამაკვალიანა, აი ერთი ოქრო გოგოა, რომელიც ასევე აქსესუარებს ქმნის და უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ნუ აი ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო გვერდში დგომა, ძალიან მნიშვნელოვანი. მის გვერდს აუცილებლად მოგითაგავთ, ძალიან კარგი ყელსაბამებს აკეთებს, ამაჯურებს და ნუ მოკლედ გადახედეთ მის გვერდს. ბოლო პერიოდი სულ ვიყავი ძიებაში, აი სულ რაღაც მინდოდა და ვერ ჩამოვყალიბდი რის იკეთება მინდოდა. ხან მინდოდა რაც ფჭხილ სპეციალისტი, ხომ საბოლოო წერტილი ეს არ იყოს, ხან რა მინდოდა და საბოლოოდ მივედი იმ წერტილამდე, რომ შენ ხო ძალიან გიყვარს საკუთარ თავს ვთხარი ეს ყველაფერი, ხო და ესელოდები. ხო და ეს დღე დადგა 2026-ში და ძალიან მიხარია, ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისთვის, დღემდე მეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით, ნებისმიერი დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა არიცი, თუნდაც ის ვის მიწერო საკურიეროს, რომ რაღაცა პრობლემები არ შეგექმნას მერე და შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან ისეთი რთული საკურიერო
მომსახურება უნდა ზდიო და მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა ყველას და თუ გინდა დაიწყე, იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ გააკეთებს შენს გარდა და რას ველოდები? მადლობა მით ჩემს გვერდს გამოიწვია.